მოგესალმებით კოლეგებო, ვიწყებთ პარლამენტის ბიუროს სხდომას. სანამ ჩვენ დღევანდელი პლენარული სხდომის დღის სასიგზე გადავალთ, მინდა რომ კიდევ ერთხელ შევეხმიანოთ იმ მოვლენებს, რაც გუშინ განვითარდა, მას შემდეგ რაც ჩვენ პარლამენტის სხდომა დავასრულეთ, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მე ამ შემთხვევაში მხოლოდ კონსტიტუციურ სამართლებრივ ასპექტებს შევეხები. ამის შემდეგ უნდა კომუნიკაცია მთავრობასთანაც, პრეზიდენტთანაც. პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედ მთავრობას დააკისრა მოვალეობის შესრულება, ასე რომ დღეს საქართველოს ყავს მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას სრულფასოვნად და მოგეხსენებათ, მოვალეობის შემსრულებელი მთავრობა არის სრულფასოვანი მთავრობა ქვეყნის. მოქმედებენ ისინი მანამ, სანამ პარლამენტი ახალ მთავრობას არ დაამტკიცებს. ჩვენ დღეიდან უკვე ვართ იმ რეჟიმში, რაც კონსტიტუციითაა დადგენილი, რომ 7 დღის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა გამოკვეთოს მომავალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, წარუდგინოს იგი პრეზიდენტს, რომელიც ოფიციალურად წამოაყენებს კანდიდატს და შემდგომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაიწყებს მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებას, სამთავრობო პროგრამის შექმნას და წარმოუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად ან ნდობის მისაღებად. ამის შემდეგ პარლამენტის მიერ ნდობა მიღებული მთავრობა საქმიანობას შეუდგება, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი თანამდებობაზე დანიშნავს პრემიერ-მინისტრს და პრემიერ-მინისტრი დანიშნავს ახალ მინისტრებს. აი ამ დანიშვნის მომენტამდე დღევანდელი მთავრობა, პრემიერი, მინისტრები აგრძელებენ მუშაობას. ახლა ეს ყველაფერი ჩვენთვის საპარლამენტო უმრავლესობისთვის ერთი ტიპის პოლიტიკურ ამოცანას სახავს, თუ რომ ჩვენ დღეს ალბათ დავასრულებთ საკანონმდებლო საქმიანობას და ხვალიდან გადავალთ ამ რეჟიმში. და ჩვენ როგორც უკვე პარლამენტს, მთლიანად როგორც ინსტიტუტს გვექნება უკვე შემდგომი ეტაპის საქმე გასაკეთებელი, კერძოდ პარლამენტში შემოსული მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა განხილული უნდა იქნეს ფრაქციებში, უმცირესობა უმრავლესობის რეჟიმში ალბათ ამაზე შევჯერდებით და აი ამ განხილვის ბოლოს უნდა ჩატარდეს პარლამენტის ბიურო, რომელიც შეაჯამებს განხილვის შედეგებს. და ბიუროს ჩატარებიდან მეორე დღეს ჩვენ შეგვეძლება უკვე პლენარულ სხდომაზე მოვისმინოთ ახალი სამთავრობო პროგრამა და მოვისმინოთ ახალ მთავრობას. წინასწარი ვარაუდით დღეს კიდევ გვექნება ამაზე კონსულტაციები ფრაქციებთან, უმცირესობა უმრავლესობასთან. ჩვენ წინასწარი ვარაუდით შესაძლოა 28-29 დეკემბერს ვიმუშაოთ აი ამ რეჟიმში, თქვათ 28-ში ორშაბათს ფრაქციებთან მთავრობის წევრების შეხვედრა და სამშაბათს პლენარული სხდომა, რომელზეც ნდობის საკითხზე ვიმსჯელებთ. ეს არის ყველაზე, ასე ვთქვათ, ალბათ ოპტიმალური ყველაფრის გათვალისწინებით, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ვადები და მაქსიმალური ვადებით შეგვიძლია 14-15 იანვრამდე ვიყოთ ამ პროცესის დაკავებული, თუ ეს საჭიროება მოითხოვა. თუმცა ეს ყველაფერი უფრო ცხადი გახდება მას შემდეგ, რაც უმრავლესობა ჩამოყალიბდება კანდიდატთან დაკავშირებით და რამდენად სწრაფად და როგორ. ასე რომ დღეს ალბათ პარლამენტის სხდომაზე ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება მომავალ კვირას პლენარული სხდომის დანიშვნის თაობაზე. მე წინასწარი გვთავაზობთ, რომ ეს იყოს 29 დეკემბერი სამშაბათი. თუ პროცესში რაიმე სხვა საჭიროება გაჩნდა, შეიძლება მე ვიმსჯელოთ ამ ცვლილებაზე, მაგრამ სამშაბათი გამოვკვეთოთ ასეთ დღედ, დანარჩენს მოვლენები გვაჩვენებს.